მოგესალმებით ყველას. დღეს განვიხილავთ მოგ ჭკვიან სისტემას, რომელიც გამოიყენება ძირითადად ელექტროგაყვანილობაში, სხვა ფარებში, ელექტროფარებში და ასე შემდეგ. მოკლედ, ჩვენ განვიხილეთ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი ვიდეო აი ესეთი ჭკვიანი, იმიტომ ვიძახე რომ მუშაობს Wi-Fi-ს და Bluetooth-ზე, გადამთვლელი, რომელიც Wi-Fi საშუალებით დისტანციურად შეგიძლიათ ჩართოთ, გამოსცოთ, შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნული ვიდეო ჩვენს YouTube არხზე. დღეს უკვე განსახილველად წარმოადგენილი გვაქვს აი ესეთი ეგრეთ წოდებული ქართული სიტყვის სიტყვა ვერ გავიხსენე, რუბილნიკი, გადამთვლელი. ამ შემთხვევაში გვაქვს ასევე ჭკვიანი სისტემა, ეს არის როგორც ხელით, ესე ვთქვათ, მექანიკურად მართვადი, ასევე შეგიძლიათ დისტანციურად მართოთ აპლიკაციის საშუალებით. ამ შემთხვევაში აპლიკაცია ისევ იგივე გვექნება TUI-ა. ეს ყველაზე მარტივი აპლიკაცია არის, აქ წარწერაში ვიღებთ ნახოთ TUI-ა, ეს ნახოთ. მაგაში ემატება სხვა ჭკვიანი სახლის სისტემები. ამ შემთხვევაში განვიხილოთ, მოდით, აი ეს სამფაზიანი ეგრეთ წოდებული რუბილნიკი. ჩვენ ახლა სამი ფაზადენი არა გვაქვს და აქედან გამომდინარე რა გვაქვს გაკეთებული ახლავე აგიხსნით. მოკლედ, აქ არის შემავალი ერთი ხაზი გენი, რომელიც არის ძირითადი, ხო? აი მაგალითად ჩვენ გვინდა რომ ეს იყოს პირობითად ავიღოთ ქალაქის დენი, სახელმწიფო დენი ისე რომ ეძახიან, ხოლო ქვემოდან იყოს მაგალითად გენერატორის დენი. ან მაგალითად პირიქით. აქედან შემოუშვათ ზის პანელებიდან მომდინარე დენი, რომელიც დაგროვებული გვაქვს ელემენტებში, აკუმულატორებში, ხოლო როგორც კი დამთავრდება აღნიშნული დენის მოწოდება, უკვე გადავიდეთ ალტერნატიულ დენზე, მაგალითად ჩვეულებრივად როგორც ეძახიან ქალაქის დენზე. აქედან უკვე გვაქვს მეორე ხაზი. ან ჩვეულებრივად აქ პლუს მინუსი, აქაც პლუს მინუსი გაქვს დასმული. აი, აქედან უკვე გადამავალი დენები იმისთვის არის, რომ იმუშაოს ამ ჭკვიანმა სისტემამ, ამ ბლოკმა, რომელიც ჩვენ ახლა განვიხილავთ უკვე შემდეგში. პლუსი პლუსში წავიდა, მინუსი მინუსში წავიდა. აქაც იგივენაირად. ეს მესამე ფაზა, ესე ვთქვათ, არ გამოიყენება ამ შემთხვევაში. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ სამფაზიან დენზე ჩვეულებრივად გამოიყენოთ. აქ გვაქვს პატარა ნატურა. შემომავალი დენი პირველი ხაზი, ესე ვთქვათ. ეს არის ძირითადი ხაზი, აქ ეწერია main power. შემდეგ მეორე ზოლი, ეს ზედა ზოლი არის standby power-ი, ანუ ალტერნატიული დენი, ხოლო გამომავალი დენი ეს არის. ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ ჩვენ? აქ ვაერთებთ ერთ ხაზს, აქ ზედა ნაწილში მეორე ხაზს და ქვემოდან გამოდის უკვე ის ხაზი, რომელმაც უნდა ყვებოს თქვენი სახლი იქნება თუ სხვა ობიექტი. მოდი ახლა ვნახოთ რა გვაქვს შემდეგ. მოკლედ, აქედან წაყვანილი გვაქვს ერთი ხაზი, აქედან მეორე ხაზი, გამომავალი ნატურა. ახლა ორივეს დავაერთებთ, ორივე ხაზს. და ნახავთ როგორ მუშაობს აღნიშნული სისტემა. აქამდე კი, მოდით დავამატოთ აღნიშნული მოწყობილობა. ჩვენ გვაქვს ესეთი TUI-ა. ახლა ჩვენ ჩავთავთ ორივე დენს. ეს არის ერთი ხაზი, ეს ძირითადი ხაზი, ეს არის დამხმარე ხაზი. ორივე ნატურა ინტუ. ახლა გვაქვს ორი ნატურა, A და B. B არის ალტერნატიული ხაზი, A არის ძირითადი ხაზი. ამათ შორის გადაართვას რაც შეიძლება, შეგვიძლია გადავთოთ მექანიკურადაც, მაგრამ ამას გავაკეთებთ ჩვენ აპლიკაციის საშუალებით. აპლიკაცია გვაძლევს ამის საშუალებას, რომ ეს მოწყობილობა დავაკავშიროთ სახლის Wi-Fi-ზე, ან სხვა ობიექტის Wi-Fi-ზე, ხოლო დისტანციურად სახლიდან მოშორებით მართოთ აღნიშნული გადამთვლელი. ახლა დავამატოთ პირველ რიგში switch-ს დავაწვეთ. უნდა ვაციმციმოთ აღნიშნული ნატურა, რათა დავაკავშიროთ, დავამატოთ ჩვენს აპლიკაციაში. ახლა დაიწყებს ციმციმს. მოკლედ. ვაწვევით დამატებას add device, ეძებს device-ებს, აი მოძებნა იგივე. ციმციმებს ხედავთ, დამატებას ვაძლევთ. აქ ვაძლევთ Wi-Fi-ის password-ს და სახელს. თუ უნდა დაახლოებით 20 წამი. ჩაქრო ნატურა ხედავთ, ანუ უკვე დამატებული, უბრალოდ ახდენს რაღაც განახლებას, ესე ვთქვათ. ნატურა ანათებს, იმიტომ რომ ეხლა ღებულობს დენს A ხაზიდან, თუ გადავთოთ B-ზე, ისევ მიიღებს დენს, იმიტომ რომ B ხაზშიც გვაქვს თვითონ დენის მომავალი დენი, აი ეგრეთ დაგვემატა. სახელი დავახვევთ ჯობია ყოველთვის.
დავარქვათ ამას. Pilotად გადამთველი. გადამთველი და დაემატა. გადამთველად დაერქვა. ეხლა რა ხდება? ჩვენ ახლა იგივე ადგილას ვიმყოფებით, სადაც ეს რუბლინიკია ეგრეთ წოდებული, მაგრამ როცა ვიყოთ მოშორებით, ტელეფონში გქონდეს ინტერნეტი, ამ მოწყობილობას უკვე ჩვენ გავუზიარეთ ინტერნეტი, ანუ ის ინტერნეტი რა ადგილზეც იქნება ეს მოწყობილობა, აი მაგალითად სახლშია, საწყობშია თუ სხვა ობიექტზეა. დაემატება ახლა ეს device-იც. Всё. დაემატა. მოკლედ ჩვენ წინაზე განვიხილეთ, აი ეს მოწყობილობა, ეს ჩვეულებრივი ავტომატი ეგრეთ წოდებული, რომელიც თავს ნიშნავს და თიშავს ეს ხაზების გადართვას არ აკეთებს და ეგრეთ დამატებულია home-ი დავაქვით. ეხლა offline-ი, იმიტომ დენი არ მიეწოდება. ხედავთ ახლა offline-ი აწერია აღნიშნულ Rubelniks, რომელიც ჩვენ არ გამოვიყენეთ საერთოდ, გათიშულია, ხოლოს გადამთველი offline-ი არ აწერია, ანუ ესე ვთქვათ ხაზია. შევალჩიგნით. ეხლა რა გვაქვს შეგნით? გვაქვს პირველი ხაზი, მეორე ხაზი. პირველი ხაზი არის ზედა ხაზი, ძირითადი ხაზი, მეორე ხაზი არის მეორე ხაზი, რომელიც არის ალტერნატიული ხაზი. პირველ რიგში გადართვას რაც შეეხება, დავაწვეკით და გეკითხება კი თუ არაო. გადავთვით მეორე ხაზი. ხედავთ, B-ზე გადავიდა დენი, A ჩაქვრა ამ სიტუაციაში. ეხლა მაგალითად ისე გვინდა, რომ დავაბრუნოთ პირველ ხაზზე. გადავხტო. ეხლა კიდე რა აქვს ამას? ნუ აქ ისტორია აქვს გადართვების, აქედან კიდე შეგიძლიათ დააყენოთ მაგალითად რომელ საათზე ჩაერთოს ესა თუ ის ხაზი. ანუ აქ აქვს ხაზი, პირველი, მეორე, რამდენჯერ განმეორდეს, აი როგორც მაგვიწერას აყენებთ, ისე შეგიძლიათ დააყენოთ თქვენი ეგრეთ წოდებული რუბლინიკი და მოხდეს კონკრეტულ დროებზე, კონკრეტულად გადართვები. მაგრამ აღნიშნული მოწყობილობა მუშაობს თვითონაც. თვითონ რას გულისხმობს? აი ნახეთ. მაგალითად, ეხლა ჩვენ გვაქვს ძირითად წყაროზე, ხო? მომავალი მოხმარება, ნატურალთია და ვთქვათ, აპლიკაციით არ გვინდა გადართვა. ეხლა ჩვენ აი ამ ხაზს და ამ ხაზს ეხლა ძირითად ხაზს გავთიშავთ და ვნახოთ რა მოხდება. ამდენი წავიდა პირველ ხაზზე, ანუ ეს იყო მაგალითად მზის პანელიდან მომავალი დენი დაიცალა, ხო? პანელები დაიცალა, ელემენტები და ავტომატურად გადართვა მეორე ხაზს. ხა მეორე ხაზს თუ გაითიშება ვერაფერს ვეღარ ეზავს, ნატურა ჩაქვია, მაგრამ თქვა, მოვიდა დენი ისევ პირველ ხაზზე. ავტომატურად გადავიდა ისევ A-ზე. ანუ ხამე დაიცალა ენერგია, დაიცალა ელემენტები, არ იყვება პირველ ხაზზე, გადადის მეორე ხაზზე. მეორე ხაზია მაგალითად თქვენთვის მეორე ხარისხოვანი და გინდათ რომ სულ პირველ ხაზზე იმუშაოს. და ამის პრიორიტეტების მიხედვით მოხდება დენის დაერთება. თუ რა თქმა უნდა B-ზე გაითიშება დენი B ხაზზე, ნუ A-ზე დარჩება და ეგ იქნება. მოკლედ დაგვიწერეთ კომენტარებში რამდენად მოგწონთ აღნიშნული მოწყობილობა და სად გამოიყენებდით. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. გამოიწერეთ აუცილებლად ჩვენი არხი, დავდებთ საკმაოდ საინტერესო ვიდეოებს შემდეგშიც.